მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ცოტა არ იყოს უჩვეულო დღეს ეთერი გვექნება, სტუდიიდან არ მოვუწყებლობთ და ამის ახსნასაც გეტყვით რატო. ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებზეც უკვე დიდი ხანია მუსირებს და საუბრობს საზოგადოება, რომ deep state რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ ამერიკაში deep state-იო. ნამდვილი deep state თვითონ საქართველოს ხელისუფლებაში იყო მოქმედებდა და დიდი ალბათობით ახლაც არის. ანუ ფარული დასი, რომ ქართულად რო ვთქვათ. აი ეს deep state-ი იყო ჩაბუდებული ხელისუფლებაში, აწვდიდნენ ინფორმაციებს ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობას და თავად ნაცმოძრაობასთანაც იყვნენ შეკრულები. და ამის კონკრეტული განცხადება გაკეთდა თუ როგორ აწვდიდნენ თანხებს ლევან ხაბეიშვილს ხელისუფლებიდან გაფორმებული იყო ზედმეტსახელი ანიტაც ერქვაო, არ ვიცი. ეხა გამახსენდა ის ამერიკული ფილმი ჯაში მხოლოდ ქალები არიან და ჟოზეფინა და ჯერალდინაც ეყოლებათ ამათ მე დარწმუნებული ვარ ანიტასთან ერთად და ეს ჟოზეფინა და ჯერალდინა დიდი ალბათობით შეიძლება იყოს ლიკა მელია და ნიკა გვარამია. იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციები გადიოდა. ასევე ლევა იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ინფორმაციები მიეწოდებოდა ნოდარ მელაძეს. ესე თქვა პრემიერ-მინისტრმა. ეს არის ესეთი რა ვიცი ტყუილი რომ არ ვიცი. ვინ გავრცელა? ლევან ხაბეიშვილმა, რომლის მეტსახელი არის ანიტა. ეს მე არ მიმიღენებია შეურაცხყოფა მისთვის. სახელმწიფო უწყისში მითითებული იყო ის როგორც ანიტა, ლევან ხაბეიშვილი. ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელმწიფო უწყისი. 5000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება. კონკრეტული როგორც უკვე გითხარით, კონკრეტული წყაროდან რომელიც შეჭმიდანილია კორუფციაში. ვინ არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი? იგი ყოფილი წევრია საუბარი. ეს თქვი ყველაფერი და კიდევ ხო გიმეორე. ეს უგარებში არა, მე ვიღაცების უარყოფა რომ დავიწყო, მე ვიღაცის არ უნდა უარყო და ხრანერად. ეგრე მარტივი ეშმაკობა. არა, ხოლმე ამ ორი გვარი ჩემოვიწყოთ, მითხარით ირაკლი ღარიბაშვილს ან გრიგოლ გოშოს. არა, მე არც ერთ სახელს და გვარს არ ვამბობ, ერთადერთი რა სახელ გვარს ვამბობ, ეს არის ლევან ხაბეიშვილი და ეს არის ნოდარ მელაძე, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას. კიდევ ხო გამიმერებ თუ ვინმეს ეგონა, ნახეთ კორუფცია არ არჩევს. კორუფცია იგი სახელმწიფო უწყისი მაქვს ნანახი ხაბეიშვილის შემთხვევაში, მელაძის შემთხვევაში. მელაძეზე ვიცი. თუ უწყისი არ ამიღია, ვიცი რომ იღებდა ყოველთვიურ დაფინანსებას და დღემდე იღებს. არც თუ არასანდო ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საიმედო. არა, არც თუ არასანდო. ორმა გივარყოფა ნიშნავს ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ. მე არ ამგონია რომ ეს მოალატეები სრულად ამოიზირკვა და კლავაც იქნებიან ისინი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ჩაბუდებულები და ისინი ებძვიან არა მარტო ხელისუფლებას, არამედ იმ ადამიანებს, იმ მედია საშუალებებს, რომლებიც არიან ორიენტირებული იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივი პოზიცია გააჩნდეთ. ჩვენც დაგვიწყეს ბრძოლა. ტევ-პირველი როგორც იყო პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან იყო შეკრული ხელისუფლების გარკვეულ შტოებთან. ტევ-პირველმა დაიწყო ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ, საჩივარი შეიტანეს, გაიმართა სხდომა 17 ლის და 31-ში იქნება უკვე მოგეხსენებათ როგორც იცით, ბევრმა ალბათ შეიძლება არ იცოდეს, გადაწყვეტილების მიღება აბსურდული რაღაცა ბრალდები და ამას თქვენ დარწმუნდებით, თომის ჩანაწერს ნახავთ ჩემ როდესაც დავასრულებ გამოსვლას და ჩვენც და თვითონ ხელისუფლებასაც ებძვის ერთი და იგივე ძალა. და მე ხა რატო ვერთვები ახლა არა სტუდიიდან. ვიღაცას თუ გონია რაღაცა ჩახშობით პრობლემას აღმოფრი ძალიან ცდება. ეხლა მე თქვენ აი ამ გადაცემას ვიწერ ტელეფონის საშუალებით და გადის ტელევიზიით, ხო? ასევე იქნება ეხლა თუ ვიღაცას გონია რომ რაღაცა სეზონს პრობლემა შეუქმნის ამით ნიკოლოზ ჟავანაძის ხმას ჩაახშობ ძალიან ცდები. გადავიღებ ჩვეულებრივად გადაცემას, შევთანხმდები რომელიმე რაღაცა ტელევიზიასთან და ჩვეულებრივად გავა ეთერში გადაცემა. ნუ ეხლა ესე სახელთახელოდ უცბად
ხა ცოტა მარტო ვარ, მაგრამ მეორე ადამიანსაც დავისვამ გვერდში და ჩართვებიც მექნება და დღეს ისეთი ტექნოლოგიებია, სულ არ არის საჭირო ძვირადღირებული სტუდია. მაგრამ მე მინდა ხელისუფლებას მოუწოდო, რომ ძირფესვიანად აღმოფხვრას ეს deep state. TV პირველი კიდე მე კომუნიკაციის კომისიას მინდა მივმართო, ჯერ ერთი რატომ მიიღეს წარმოებაში TV პირველი საჩივარი ეგ-ერთი და მეორე, როდესაც ტელევიზიიდან ისმის განცხადებები სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, რევოლუციის შესახებ, შეიძლება ეს ტელევიზია ფუნქციონირებდეს? არც ერთ ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტურა არ წარმოებს მედია საშუალებების სახით. თითქმის ყველა ტელევიზიაზე გარკვეული ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას. ეს არის დოყლაპიობა და ეს არის იდიოტიზმი, როდესაც შენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების გამო არაერთხელ ხსმენია, რომ უცხო ქვეყნის დივერსანტები მუშაობენ მედია საშუალებების სახით. მე არ დავარღვევ ახლა ვერ დავარღვევ უდანაშაულის პრეზუმპციას, ვერავის ვერ გამოვაცხადებ აგენტებად, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ვივარაუდოთ იმისა, რომ ასეთი აგენტურის წარმომადგენლები არიან, იმიტომ რომ ტელევიზიები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ამერიკის მხარეს უნდა ვიყოთ, ევროპის მხარეს უნდა ვიყოთ, იმას კი არ იძახიან, საქართველოს მხარეს უნდა ვიყოთ. კომუნიკაციის კომისიას ეხა დიდი დაწოლის ქვეშ არის. მათ სურთ, რომ რაღაცნაირად ეხა გამოძვრენ, რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღონ. მე ერთი რამე მინდა უთხრა მათ. თუ კი გამოხატვის თავისუფლება არავის არ გაუქმებია, თუ ჩვენ გვაქვს უფლება შევაფასოთ TV პირველი და თუ მათ აქვთ ასევე უფლება, რომ დღე-დღე ლანძღვა ხალხი, ჩვენ არ გვაქვს შევაფასოთ ადამიანები და ჩვენ შევაფასეთ ეს ადამიანები იმის გამო, რომ გავიდა სიუჟეტი ნათია ბერიძისა პოსტივიზე, როგორ 30,000 ლარს ურიცხავს კოკა-კოლა, ჭყონია ამ ნანუკა ქაჯაიას და ამათმა აღშფოთდნენ და მარიამ გაფრინდაშვილი რაშვაშია ჯერ მარიამ გაფრინდაშვილი, ნატა ქაჯაია, ნანუკა ქაჯაიამ შეიტანის საჩივარი ტელეკომპანია სეზონს ლიცენზია ჩამოართვით. მე არ ვიცი ახლა 30,000 ლარს ესე არავინ არ იხდის. ეს ხომ არ იყო ჟურნალისტური მოსყიდვა, ამაზეც უნდა იმსჯელოს სხვადასხვა სტრუქტურებმა და ჩვენ რო ვთქვით, რომ 30,000-იანები არიან და ელტონის გოგოშკები არიანო, ეს ეწყინათ. არ არის აბა. რატო გაძლევთ ფულს, მაინტერესებს. თუ ეხლა ესე იძლევა ეს კაცი აფულებს, ხვას რატო არ აძლევს? დევნილ ბავშვებს რატო არ აძლევს? უმწეო ადამიანებს რატო არ აძლევს? და აღშფოთენ ამის გამო და შეიტანეს საჩივარი. დღეს ისეთ არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ არაფერი გამორიცხული არ არის. მე მინდა მოუწოდო შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ TV პირველით, მით უმეტეს პრემიერის განცხადების შემდგომ, რომ თურმე ფული ერიცხებოდათ მათ და შეკრულები იყვნენ რაღაც ბინძურ რაღაცეებში, ვერ გავიგე, ყველა ჩვენ ვეჭხირებით ხელში, კაცო, ერთადერთი ტელევიზია ვართ, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს სახელმწიფოებრივი პოზიცია ჰქონდათ. ზოგიერთი ოცნებასთან აფილირებული ჯგუფი მედია საშუალება შემძვრალი იყო ერთ ადგილას, სოროში. ზოგმა Facebook-ი გააუქმა საერთოდ გეიმაფის წარმომადგენლებმა, ზოგიერთებმა კიდევ ადდნენ და დაიმალენ საერთოდ პირველი არხი რასაკეთებდა საერთოდ სხვა ტელევიზიები, სამთავრობო, რუსთავი 2 თუ აჭარა რასაკეთებდა კაცმარცი, ჩვენ ვიყავით ერთადერთი, რომლებიც ვაუწყებდით ხალხს, რომ მიდის სახელმწიფო გადატრიალება. და ეხლა თუ ვიღაცას ხელისუფლებაში ჩაბურდებულ ნაცების ხროვის წარმომადგენელს სურს ჩვენი ჩახშობა ვეთქვით, რომ აი როგორც ეხლა გავდივართ კამერების გარეშე, სტუდიის გარეშე, ესე გავართ ხვალ. არავითარი პრობლემა არ არის დღეს. აგერ ტელეფონი არის დადებული მაგიდაზე და ამ ტელეფონის საშუალებით გელაპარაკებით მთელ საქართველოს. ასე იქნება ხვალაც. მე მინდა მოუწოდო ჩვენს ხელისუფლებას აუცილებლად მიიღონ ზომები ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ქვეყანაში არ შეიძლება არსებობდნენ დივერსანტები. და კომუნიკაციის კომისიას კიდე მოუწოდებ, რომ ნუაყვებიან ვიღაცების ფეხის დაკრუვს და ჩვენი საკითხი უნდა განიხილოთ ის საკითხი, რომ მოწოდებები რო ისმის სახელმწიფო გადატრიალებებზე, ეს უფრო მნიშვნელოვანია და რევოლუციისკენ. აი ეს გამოიკვლიეთ თქვენ. აი ეს არის მთავარი. ასევე დღეს მოხდა ის, რომ ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ ანიტას პრემიერ-მინისტრმა, როგორც მან გამოაცხადა, ანიტა 5,000 ლარს ღებულობდაო. მე სიმართლე რო გითხრათ, პირადად არც ერთი ძალისმიერი ანგარიშწორების
მომხი არა ვარ და გმობკიდევაც ვინც არ უნდა იყოს აი ამ ფაქტს არ არის სასიამოვნო ეს რაც არ უნდა პოლიტიკურად საში ოპონენტი იყოს ფიზიკურად არ უნდა გაუძლოთ მაგრამ არ ვიცი ეს ვინ იყო სიმართლეობითად მაგრამ ეს თქვენ რაც დათესეთ იმას იმკით ტევ პირველო რო ატრიალებ დღეს ხაბეიშვილის აი ამ ცემის ფაქტს რატო ატრიალებდით ოცნების ხარდამჭერებზე თავდასხმის არაერთ ვიდეო სიუჟეტს როგორ ესხმოდნენ მონას ეძახდნენ რუსეთის აგენტს ოლეოლას რო უშვებდით თქვენთანაც შეიძლება იგივე განმეორდეს იმიტომ რომ ხალხი გადაიყვანეთ ჭკუიდან ესე იგი თქვენ უნდა შეურაცხოთ საზოგადოება და მე საზოგადოებამ თქვენ ვარდები მოგართვას მოძრაობის სატელიტების მორიგი თავდასხმა მარიამ სიჭინავამ და გერმანული ფონდის ბენეფიციარმა კერინე სებუამ ზუგდიდში ირაკლი ზარქუას სიტყვიერის შეურაცხყოფა მიაყენეს იკუ მოხვედი ნახე შენ გამო ამ ქალაქს ფული არა იყო შენნაირები იღებენ იკა ფულს შენნაირები იღებენ ჩვენ შორის ხაჭი შენ ხარიკო ვერც ფულმა გიშველა ისეთი քაჯი ხარ ფულმაც კი ვერ გიშველა ხალი გაწია ახლა და ქაჯოთი საუბრა იმ ქალაქში შენ მე მიღებული მე არაფერი ასკარ შენ გაგმიღებული ფხიზელიც არ ხარ აი ახლა ჩაენძრია მანქანაში და აი ამ დროზე ჩავაი მიდი ამ ქალაქიდან დროზე შენი და ნაბი Давай. Ვიდი. ტელეფონზე საჩივარი და ტელეფონზე საჩივარი. ეს პირველი შემთხვევა არ არის. მინდა შეგახსენოთ, რომ გაბანკროტებული ნაცმოძრაობის სატელიტების შეურაცხმყოფელი თავდასხმები უკვე მრავალჯერ განხორციელდა. ხალხის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია ერთადერთ გამოსავალს ოპონენტების წინააღმდეგ ცილის წამებისა და გინების გარდა ვეღარაფერს შეხედავს. ენას სწვალი არა აქვს და ლაპარაკობენ იმდენს, რამდენიც გაუვათ. მათი აგრესიის მთავარი მიზეზი კი ხელისუფლების პოზიციაა, რომელიც მიზნად ქვეყნის ღირსების, რელიგიისა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ისახავს. მოხდართან დაკავშირებით ხელისუფლება პასუხისმგებლობას ევროპელ ბიუროკრატებს აკისრებს. ქართული ოცნების განცხადებით, აღნიშნული ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება. მათ მხარს უჭერს მათ შორის მათი პატრონები, როგორც ფინანსებით, ასევე ხარდაჭერითაც ევროპარლამენტიდან. აღმოჩნდა, რომ ელენე ხოშტარიას მიმდევრები ყოფილან, ელენე ხოშტარი კი იცით, რომელიც არის. თავდასხმაზე პირდაპირ რეგისტრებად პასუხისმგებლობა, მათ შორის იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით არის სახალისებული ეს ძალადობა, რასაც ხედავთ რეაგირების გარეშე ეს ყველაფერი არ დარჩება. რესურსი აღარ გააჩნიათ. ერთადერთი რაც დარჩათ, ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ბოლო პერიოდში თავდასხმები განხორციელდა გიორგი სოსიაშვილზე, ნინო წილოსანზე და სხვა მაღალჩინოსნებზე. გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა, არ ერიდებიან არც სასულიერო პირების და არც რიგითი მოქალაქეების შეურაცხყოფებს, რომელთაც უბრალოდ განსხვავებული ქვეყნის მთლიანობის, გაძლიერებისა და ზნეობრივი სიმტკიცის მათთვის მიუღებელი პოზიცია გააჩნიათ. აღარ დავკონკრეტდები და დასკვნები თქვენთვის მომინდია. რუსულ კანონზე მოაწერეთ ხელი და ხმა მიეცით. აქ თქვენია. შენმა თავრობამ ხელი. რუსულ კანონზე რო ხელი მოაწერეთ. შენმა თავრობამ მოაწერა, შენმა პატრონმა და შენმა მამამარჩენმა. რუსულ კანონზე რო მოაწერე ხელი აქ თქვენია. მონახა შენ, მონა. მონები მოიქცე შენ უციგნურო შენ. უციგნურისა ხარ და მონაცა. წერა კითხვარიძე. წერა კითხვა ძალიან და რაზე მელაპარაკე. შენ რა უნდა გელაპარაკო როცა წურბელა სახელით გიცნობდე კუდის აგენტი იყავი. კუდის წერა კითხვა არა. შენ ახარ მონა და უნდა იცოდე რომ მონახარ შენ შვილებს სხვა შვილებს გაუყიდე მომავალი მონახარ და მონაც დარჩები შენ ახარ წურბელა შენ სხვა შვილებს მომავალი გაუყიდე მონახარ მონა და მონაც დარჩები გამარჯობა
რუსეთის მონები ევროპაში დადიან კიდე უკაცრავად? არ გიწყდებათ? ესე რომ დადიხარ ჩვეულებრივად? მასანების არ გეშინიათ ქალბატონო მარიამ? ხელები მომესაუბრეთ მონას მაგნენის უფლებას ვერ მივცემ მე. თქვენ მონებს თქვენ ბიზნეს მონახარ პირადი? ხო, მე რატომ მესაუბრებ? თქვენ ყოველთვის შეგახსენებთ. მართლა? მე ვგავარ მონას? სარკეს ჩავიხედო? სარკეში ჩაიხედო და მივხვდები რომ მონის ახედა. ხო, არა და თქვენ მომზადებით თავისუფალი ადამიანი? და ჩემი ქვეყნის მოყარული ადამიანი, რომელსაც ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მე გამეკეთებია ჩემი ქვეყნის და დავაკეთებ. რა გაიკეთებიათ, აბა მითხარით? მაგალითად? ძალიან ბევრი. ერთი მითხარით. რა კიდე რომ მაგას გაახსახელე ნებისმიერ. რა ვიცი მომატრით ბევრი გამეკეთებია ჩემი ქვეყნისთვისო და. მიყვარს ჩემი ქვეყანა და მოუწევში იმის გამო რომ თქვენ მე შეურაცხყოფას ვაყენებ ჩემი ქვეყნისთვის ამასაც წავუდგა. შეურაცხყოფას ვისაყენებ შენ რუსო შენ მოდია შენ რუსო ხელი რატომ უოწერე ხელი რატომ უოწერე რუსულ კანონზე ხელი რატომ უოწერე უძრდა რუსი ხარ შენ ხარ რუსი ბიჭო რუსულ კანონზე ხელი ხომ უოწერე შენ რუსო ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ისა რომ ნამდვილად ევროპაში დავიდეთ. ჩვენი მთავარი მიზანი არის შემდეგ. მოდი აქა. უნდა ყველგან საერთოდ არ ვაცნობ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. არა იმალებოდეთ თქვენ უნდა გწვენოდეთ მე ვარ ამაყი იმის რომ რა იქნება ესე მონახარ მთელი შენი ცხოვრებით და მონა დარჩები მთელი შენი ცხოვრება მონახარ მთელი შენი არსებით და ჯიშით და ჯილადით იქნები მონა მთელი შენი ცხოვრება თქვენ მონახართ გენაცვალე როგორ ძანდებით ის რუსეთის ბიზნესი ჩემო სიხარულო როგორ ძანდებით ვერ მიწარით მე ვერა სამწუხაროა მე საქართველო თქვენ რუსეთის არა ჩემო კარგი მე ვარ საქართველოს თქვენ ვარ არა ჩემო სიცოცხლე არა თქვენ ხართ ყველაფრის მონახართ რუსების მონახართ აბა კი ჩემო კარგო არა კი ხელ ყველგან იცოდეთ რომ ჩვენ ვართ კი ბიანსუ რაცოდოა ფრანგული რომ იცით ხო იმიტომ რომ თქვენ მარტო რუსული უნდა იცოდეთ სამარცხინოები ხართ აი თქვენთან დემაგოგია დემაგოგობთ ახლა უბრალოდ თავიდან ბოლომდე უბრალოდ ძალიან უხერხულია რა თქვენ შვილებს ართმევთ აცხოვრებთ იმაში რუსეთში რა არა ჯერ არა ეს თქო რომ დაგასანქცირებენ ყველას უბრალოდ სახელმწიფომ რა დააშავა თორე თქო რომ იმიტომ რომ ქვეყანას ართმევთ მომავალს ევროპულ მომავალს სახელმწიფოს ვისგან იცავთ ვისგან კრებისგან უნდა დაიცვათ რუსებისგან უნდა დაიცვათ და არა მეგობრებისგან ხო რუსებისგან უნდა დაიცვათ და თქვენ აკეთებთ ყველაფერს რომ ერთი ერთზე დავჩეთ რუსებთან ყოველ შემთხვევაში სამშობლო არ გამიყიდია რა სამშობლო არ გამიყიდია ეგ არის ცდილობა მე რა გითხარი უზდელი ხარ შემოსაცილი მოღალატეობრივი რა არის ამაში უზდელობა რა გწევს აი უზდელი ხარ და რატო რო გეუნები ეშინაც ბავშვებს ვაჭრობას თან დაანებე შენ ბავშვების მომავალს ყიდი ზუსტად შენ რუსთავოზე ხალხი ვაწამის რომდეს იცი ამხელა კაცი კი არა შენ კოდ პლეის კოდ მონა გამყიდველო ყლებო თქვენი დედაშვილებს ხალხი მოღალატ არ გაპატიებს გააჯვია ქედა შემოყალატე ვისი რა უნდა გწონოს შენ არ გწონია ქვეყნის ბიჭო მოღალ რუსეთის გაყიდეს სული შემიძლია მოყალ ვის რუსეთზე გაყიდეს დედაშვილები ვის რუსული მაგარია ბიჭო ხარ აბა ვინახარ ხელი გაწიე შენ
და მე შემეუღეს ნაძირა ხარ აბარა ხარ ბიჭო ნაძირა ხარ აბარა რუსი ხარ ჩაულებრივი წადი სახში ხარ მოჩორდი რა ხო კრაბ ალბათო აი ამ ბავშვებს უკარგავთ მთელ მოვალს. აი აქ საერთოდ სირცხვილია თქვენი ყოფნა. ეს ხალხი მართლა სამშობლოსთვის იბრძოდა ადარე. რატო? იმიტომ რომ რუსეთს აბარებთ ქვეყანას, აი მაგიტომ. თქვენ ეს ვერ უნდა დადიოდეთ ქუჩაში, იმიტომ რომ ხართ მოღალატე. მოღალატე ხართ სამშობლოსი. თქვენ ნუ მეუბნებით, სად უნდა მიიბრძანდეთ და სად არ უნდა მიიბრძანდეთ. აი თქვენ მალე მიბრძანდებით, სადაც საჭიროა. რატო გაგიკეთეთ ეს საჩუქარი რომ თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის თქვენთვის ადგილია რუსეთში იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს გამგებლები ძალიან მეწოდებით რა იმიტომ რომ სირცხვილია თქვენაირი ადამიანების არსებობა ამ ქვეყანაზე ეს თქვენი აზრი არის oui nous connaît juste c'est toutes les femmes et messieurs terroristes avec la Géorgie c'est là pour la avec la Russe allez-y vers le Russe აგაგზანდებოდეთ რუსეთში ხალბატონებო და ბატონებო ჩვენ არ მივგზანდებით იმიტომ რომ თქვენთვის დღეს ბოლო დღეა როდესაც თქვენ ევროპაში დააბიჯებთ თქვენ ყველაფრის გიხსნას და არარაობები ხართ ცილის ღირსიც არ ხართ მონები ხართ მონები ხართ ძალიან ცოდოები ხართ toutes les terroristes avec la Russe და დავინახეთ აგერ ვარდების მაგრად კვერცხები მოგართვეს და მოგართმევენ კიდევაც თუ თქვენ ასე გააგრძელებთ მარიამ ლაშს უნდა დაესხათ თავს მის ოჯახს ოცნების დეპუტატებს ასევე ძალიან საპატივცემულო ადამიანებს ეს მე გაუშვათ ხო გაუშვით ახლა ეს კვერცხები და ანიტას შეშლილის სახე ბიჭო თქვენ გონიათ რომ შენი დედა მოვა შენი დედა ხო ხედავთ აი ეს არის ეხა პირველი შენი დედა მოდი შენი დედა ლევანი სამწუხარო ინციდენტი არის ჩვენს ეთერში როგორც ხედავთ მოქალაქე დაუპირისპირდა ლევან ხაბეიშვილს ძალიან სამწუხაროდ განვითარდა ეს ჩვენი ჩართვა ლევან გესმით ჩემი ხმა მიკროფონი აქვს დამაგრებული ამიტომ შევეცდები მასთან დაკავშირებას დაპირისპირებაა როგორც ხედავთ რამდენიმე მოქალაქეს ხედავ ლევან ხაბეიშვილი საუბრობს და ჩვენს ეთერში ის აფასებს იმ ვითარებას რომელიც არის ქართულ ოცნებაში და საუბრობდა იმის შესახებ რომ აუცილებელია ყველას კონდეს სათანადო პასუხი მათ შორის იმ ბრალდებებზე რაც ისმის ოცნებიდან ლევან იქნებოდა დაორგანიზებული ანი ეს იქნებოდა დაორგანიზებული მე გითხარით იცოდნენ სადაც ვიყავი და ცხადი ამას გააკეთებდნენ გესმით ხო ანუ ეს არის ეს რეალობა რაში ცხოვრობთ მაგათი მხრიდან რომ რაღაცა დღეს კვერცხი ისროლებს ხო არის იარაღს გესვრით ვიღაცამ გამოიღო პასუხი მიიღო ოღონდ ამან არ ვიცი ნახეთ თუ არა მაგრამ პასუხი მიიღო ყველა ასე მიიღებს პასუხს ბიჭო არავის არ ეშინია დედას გიტირებთ ქართველი ხალხი ლევან ვინ არის ეს ხალხი ვინ არიან არ ესმის ჩემი ხმა არა გაიქცა კაცო ეს გაიქცა ვინ არის რა ვიცი გაიქცა აგერ ასაკიან კაცას დაეტაკა ხო ერთი მაგანაც მიიღო რა ხალხმა პასუხს მიიღებს ყველა კაცო კიდე გეუბნებით ეგ არის ის რეალობა რაზეც მე თქვენ გესაუბრებოდით დახვედრა სროლა მოვკლავთ ამას ვიზამ დედას გიტირებ კობახიძე შეზღმურტლიანო და შენ დინარაძე და ბიძინა ივანიშვილს თუ არ დავამყავთ მაგასაც ნახავთ თქვენ ეს დათესეთ და ის მოიმკით ეხლა კი მე მინდა გაჩვენოთ სტომის ესე იგი ჩანაწერი 17 ივლისს რო გაიმართა და ესე იგი ეს წარმომადგენელი რო იძახის ჩვენო რაღაცა მომხრევართო იმისიო რაღაცა მაღალ მატერიებზე საუბრობს აი ყველაზე სასაცილო ის არის ტევე პირველი რო ლაპარაკობს ესე იგი რაღაც მაღალ სტანდარტებზე ტელევიზია რომელიც ყველას შეურაცხყოფს ყველას ლანძღავს ყველას თხავს და ესენი რო რაღაც მაღალ მატერიებზე ილაპარაკებენ ეხლა მე მინდა რომ მოусმინოთ ჩვენ აი ამ ჩანაწერს ჩვენი აი ამ სხდომისა განხილვისა
და თვითონ გამოიტანოთ დასკვნები. რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, ბევრ დეტალზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ საჩივარი, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს, შეიცავს როგორც სამართლებრივ დასაბუთებას, ასევე პრაქტიკას, ასევე გაიდლაინის ნორმებს, რომლებიც კომისიას აქვს შემუშავებული და უბრალოდ კითხვები თუ გექნებათ, შემდგომ კი პასუხებთ. რამდენიმე გარემოებაზე უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას. პირველ რიგში მინდა ზოგადი რამ აღვნიშნო, ვიდრე გადავალ კონკრეტულ გარემოებებზე, ამ გარემოების და ამ ფაქტის შემდგომ სეზონი ტივის ეთერს მივადებდნენ რამდენჯერმე თვალყური, ასევე მის სოციალურ ქსელს და სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ მეორდება. საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანი არის, რომ კომისიამ ყურადღება გაამახვილოს პირველ რიგში შინაარსზე და თქვენის ნებართვით მე არ გავაჟღერებ იმ ფრაზებს, რომლებიც არის აქ გაკეთებული, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს მეორეული ვიქტიმიზაციის ერთ-ერთი საფუძველი იქნება, თუმცა რამდენიმეზე მაინც გავამახვილებ ყურადღებას იმისათვის, რომ მოტივი გამოჩნდეს, რომელზედაც ჩვენ ვუთითებთ. ასევე დეტალურად არ ჩავშლი რა არის ახლა სიძულვილის ენა და როგორ აწესიგებს ამას კანონმდებლობა, იმიტომ რომ ვთვლი, რომ აქ ყოფთაგან ყოველთვის კარგად არის ეს ცნობილი. მნიშვნელოვანი არის თვითონ შინაარსი, რომელსაც ჩვენი მოსაზრებით არ აქვს არანაირი ახსნა და გამართლება, როგორცაც იყენებს ბატონი ნიკოლოზი ეთერში და ასევე სრულად მყოფი პიროვნება. გარდა იმისა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს შინაარსს, რომელსაც მოიცავს ეს განცხადებები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყურადღება მიექცეს სპიკერს, თვითონ ვინ არის და ვინ აკეთებს ამ განცხადებას. რა ფორმატში აკეთებს ამას. ეს არ არის რიგითი გამელი, რომელსაც ინტერვიუს წერენ, ან ვინმე სხვა პიროვნება, ეს არის წამყვანი, რომელსაც აქვს მაღალი გავლენა საზოგადოებაზე და ასევე ნდობის ხარისხიც გარკვეულწილად უფრო მაღალია ვიდრე სხვა შემთხვევაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სიძულვილის ენაზე ვსაუბრობთ, ყურადღება გაამახვილოს კომისიამ ფორმაზე, როგორი ფორმით არის გამოხატული ფორმა და ინტენსივობას, გავერთიანებდი ფორმასა და ინტენსივობაზე, როგორი ფორმით არის ეს განცხადებები გაკეთებული და რამდენად ინტენსიურია. მე საჩივარშიც მაქვს წარმოდგენილი დიტო ჩუბინიძისა და ასევე ნიკოლოზ მჟავანაძის დაახლოებით 20-მდე განცხადება, რომელიც არ არის მხოლოდ ერთი და ორი სიტყვა, ეს არის ფართო წინადადებები, მსჯელობები და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ისეთი ფაქტი, როცა შეიძლება წამყვანს რაიმე სუბიექტური დამოკიდებულება წამოწდეს ეთერში, ან თუნდაც ასეთ შემთხვევაში ეს შეასწოროს და ასე შემდგომ. არა, თქვენ როდესაც გაეცნობით მასალაზე დაწუნებული ორი უკვე ნანახიც გაქვთ, ნათლად ნახავთ, რომ ლიანად ეს გადაცემა ზოგადად მიძღვნილი იყო მომჩივანების მისამართით და მომჩივანების მისამართით იყო გაკეთებული არა მარტო იმიტომ, რომ რაღაც საჯარო ინტერესი რომელიმე საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არა, პირდაპირ იყო გაკეთებული ისინი როგორც ქალები, როგორც დედრობითი სქესის წარმომადგენლები დააკრინონ საზოგადოებაში და არა მარტო დაკრინება, ამ შემთხვევაში მხოლოდ შეურაცხყოფა იქნებოდა. აქ არის ფრაზები, რომლებიც პირდაპირ აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილის ენას. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ესეთი იყო, ეს არის უზნეო თაობა და საუბრობს რომელიღაც პიროვნება, ეს არის დიტო ჩუბინიძე საუბრობს ამ შემთხვევაში და ეს არის მისი ფრაზა, ასევე ეს არის დაღუპული თაობა. ესენი არ არიან დედები. მსგავსი ფორმით მოიხსენიებს ბატონი მამაკაცი ამ ფრაზებით. გარდა ამისა, პირდაპირ არის წაქეზება, როდესაც საუბრობს ქაჯაიებზე და ამბობს, რომ აი ეხლა რომ მაგალითად მამაშენი იყოს ცოცხალი, აი რას გააკეთებდა, როდესაც ამ გარემოებებს გაიგებდა. იარაღი, რომელიც ეჭირა მას ხო მოგიშვერდა და გადაგატარებდა. ანუ პირდაპირ არის ისეთი ფრაზები წარმოთქმული, რომელიც პირდაპირ ჯდება სიძულვილის ენის დეფინიციაში. ასევე რაც შეეხება ამ გოგოშკებს, ელტონის გოგოშკებს, ანუ დამაკნინებელი ტონი, არა მარტო ინტენსივობა ამის, არამედ ტონი თვითონ და სამწუხაროდ მიწევს ამის გამეორებაც აღნიშნული პიროვნებები ამ ადამიანებს მოიხსენიებენ როგორც ვაგზლის უკანასკნელ მეძავებად. აი ახლაც ბატონი ნიკოლოზი იცინის მე ვერ ხვდები აი დამოკიდებულება და განზრახვა ახლაც ჩანს ამ ადამიანის ზოგადად რა აქვს მომჩინების მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომისიის ყურადღებასაც გავამახვილებ, ქვეყანაში რა მდგომარეობა არის ქალთა მიმართ, რამდენად მოწყვლადია სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ადამიანები ყოველდღიურად ხედავთ, რომ ვიღაცას კლავენ, ვიღაცაზე ძალადობენ და ამ ფორმით ორი ადამიანი ზის ეთერში და აი ამ ფორმით ამ სამი ადამიანის, სამი მანდილოსნის მიმართ ასე საუბრობს და მოუწოდებს ამ ფორმით საზოგადოებას, რომ
აი ესენი ისეთი ადამიანები არიან, უნდა გარიყოთ საზოგადოებიდან, თქვენ საჩივარში დეტალურად ნახავთ იმ ფრაზებს, ესენი გასარიყი ხალხია, მათ არც უნდა მიესალმოთ. ანუ სხვანაირად ვერ ხვდები სიძულვილის ენის დეფინიცია, რა შეიძლება უკეთ იყოს გამომჟღავნებული და ახლაც სამწუხაროდ ჩანს ეს დამოკიდებულება, რომ არ არის უწყვეტი. გარდა ამისა, რამდენიმე გარემოებაზე კიდევ რაც არის განზრახვა, რაც უკვე ერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ გვინახავს და თქვენ უკეთ იცით პრაქტიკა, რომ შეიძლება გადაცემაში ან სტუმარმა გააკეთოს განცხადება, რომელიც აქეზებდეს სიძულვილის ენას, ან წამყვანმა გააკეთოს ასეთი განცხადება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს. ჩვენ არაერთხელ ვიმსჯელეთ სამუშაო შეხვედრებზე, რომ დილეის ფორმა არსებობს, რომელთაც ეთერი უნდა შეწყდეს ასეთ შემთხვევაში საერთოდ, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება. არა თუ განცხადებები გასწორდა, არა თუ გაემიჯნა რომელიმეს ორივე პიროვნება ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რომელი უფრო დააკნინებდა მომჩინებს და რომელი უკეთ წარმოაჩენდა იმ ცუდ სახეს, რომელიც შეიძლება ადამიანზე ზოგადად წამყვანს ჰქონდეს. ანუ განზრახვა იყო ზუსტად ამ ადამიანების შეურაცხყოფა და მეტიც თქვენ ხედავთ ვიდეო არ არის ამდენიმე წამიანი. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ორი პიროვნება ზის და ლანძღავს უშვერი სიტყვებით და კიდევ ერთხელ გამახვილებ ჩვენ საჩივარი არ შემოგვიტანია იმის გამო რომ აქ ლანძღვას ვისმენთ, უბრალოდ საჩივარი შემოვიტანეთ, იმიტომ რომ ამ ფორმით გაჟღერებული ფრაზებით ხდება წაქეზება სიძულვილის ენის, რომელსაც შეიძლება სხვა უფრო მძიმე გაგრძელება მოყვეს. და ეს უფრო მძიმე გაგრძელება რაში შეიძლება აისახოს? პირველი ეს არის გავრცელების არეალი, რამდენად ფართო არის გავრცელების არეალი იმ განცხადებების, რომლებიც გააკეთენ აღნიშნულმა პიროვნებებმა. ამის დამადასტურებლად კი გეტყვით, რომ ეს გადაცემა გავიდა ეთერში და ეთერთან ერთად შემდგომ მაუწყებელს ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა თითქოს საამაყო რაღაც ისაუბრეს წამყვანებმა, ესენი დაჭრეს და სოციალურ ქსელში განათავსეს. მე დანართების სახე წარმოდგენილი მაქვს, რა კომენტარები მოყვა შემდგომ ამ განთავსებულ ვიდეოებს. და მეცაც გეტყვით, სპეციალურად მე დასაშვებობის ეტაპზე შევამოწმე, ახლა შევამოწმე და კიდევ ვდევს ეს ვიდეოები. ანუ ახლაც კი განგრძობადია ეს ზიანი. და გარდა ამისა, ის რასაც ჩვენ ხედავთ, ამის შემდგომ ამას რა შეიძლება მოყვეს მოგვიანებით, ამაზე უკვე კომისია მიმსჯელოს. და ერთი საკითხი მინდა კიდევ ერთი თვალ უფრო ჩავშალოთ, დეტალურად რა მიმართულებით გვაქვს ჩვენ შემოტანილი, ეს არის მდედრობითი სქესის წარმომადგენლის მიმართ გამოხატული დამოკიდებულება. იმიტომ რომ თქვენ როდესაც ფრაზებს განიხილავთ, იქ დეტალურად ნახავთ, რომ ბატონი ნიკოლოზიც და სტუმარიც მუდმივად აპელირებენ ქალებზე. ანუ შეიძლება ეს მამაკაც გაეკეთებინა, ისე არის წარმოჩენილი ფრაზა, რომ თუნდაც ფაქტი ყოფილიყო რამე, შეიძლება ყურადღებას არ გაემახვილებინეთ. და გარდა ამისა, აქ ერთი საკითხი არის ასევე აუცილებლად აღსანიშნავი, რომ ის, რაზეც ბატონი ნიკოლოზი და სტუმარი საუბრობს, არც ერთი მათგანი არ არის ფაქტი. და წარმოვიდგინეთ, ეს თუ ფაქტი იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა ზიანი. ჩვენ სექსუალური შევიწროების კუთხით მიმართეთ სახალხო დამცველსაც, მასაც დაწყებული აქვს წარმოება, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიდან დაადგინა უკვე დარღვევები ორივე პირთან მიმართებით და ასევე მიმართავთ სასამართლოსა წილის წევრების საქმესთან დაკავშირებით. და ერთი საკითხი, რომ ჩემი საჩივრის და დასაბუთების საკითხი კიდევ უფრო მყარი იყოს, რადგან შეურაცხყოფელ განცხადებებს მოიცავს ეს საკითხები, თქვენ იცით, რომ კანონის მეორე ნაწილი ათასრად მახსოვს, შეიცავს გამონაკლის შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია სიძულვილის ენად არ იყოს აღქმული ის განცხადებები, რომელიც გააკეთა წამყვანმა, იმიტომ რომ აქვს გამონაკლისი პროგრამით მართლდება, ან მხოლოდ შეურაცხმყოფელია, ასეთ შემთხვევაში ეს გამონაკლისებიც არ არსებობს, იმიტომ რომ ერთი ეს არ არის ერთჯერადი განცხადება და მეორე თვითონ გადაცემის შინაარსი, აი product placement-ზე გვაქვს ჩვენ ეგეთი ანალოგია, არ უნდა ქმნიდეს დაბეჭდებას, რომ ამის გამო შეიქმნა გადაცემა. სწორედ ეს გადაცემა ამის დაბეჭდებას ქმნის, რომ ეს ორი ადამიანი მივიდა სტუდიაში დაჯდა, იმიტომ რომ ეს თემა განიხილა, მოგონილი ისტორიები შეთხსა და ეს ადამიანები იმგვარი შეურაცხმყოფელი განცხადებებით მოიხსენიებინათ, რომ შემდგომ ამას ჰქონოდა მსუსხავი ეფექტი და საზოგადოების მხრიდან ყოფილიყო მაღალი აგრესია, რომელიც სიძულვილის ენაში გამოიხატებოდა. მადლობა. ბატონო, მადლობა. ბატონ ნიკოლოზ. ხარ მიმითითებდა იმაზე თუ რატომ ეღიმება და იმდენად უსუსური არის ეს გარკვეული შემოტანილი საჩივარი, ამაზე ღიმილის გარდა სხვა რა უნდა დაგჩენოდეს, ამიტომ ეხლა ადამიანურ რეაქციას მუდამიშლიან ძალიან თხოვდა გავიგიმებ თუ არ გავიგიმებ, აქედან ჩანს რაღაცა მაპროვოცირებელი მხარის მიდგომები. რაც შეეხება თვითონ განცხადებას, თითქოს ჩვენ მთელი გადაცემა მიუძღვენით. ესე იგი, TV პირველი ჟურნალისტებს არც ისეთი დიდი ავტორიტეტული არ არის ახლა ეს ჟურნალისტები მთელი გადაცემა მათზე ვილაპარაკოთ. ეს გადაცემა გადის საათი და 15 წუთიდან საათი და ნახევრამდე, საათი და 15 წუთი იყო და ჩვენ მხოლოდ რაღაც მცირე მონაკვეთი დაუთმეთ
ჟურნალისტებს კი არ დაუწმეთ ჩვენ ამ შემთხვევაში ფაქტს დაუწმეთ და ვაჩვენეთ კიდევაც გადაცემაში აქ გაშვებულიც იყო მაგ გადაცემაში კონკრეტული სიუჟეტი, როდესაც პოსტივის ამაზე არ საუბრობს ხარე არანაირად არ ეხება ამას თუ რამ გამოიწვია ჩვენი დაინტერესება ამ კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ. ჩვენ არც ვინმე სექსუალური ცხოვრება გვაინტერესებს, არც სიძულვილის ენა არ ჩანს ამ განცხადებებში. პოსტივის ჟურნალისტმა ქალბატონმა ნათია ბერიძემ დაუკავშირდა კოკა-კოლას პრეზიდენტს თემურ ჭყონიას და იქ საუბარი იყო რამდენიმე წუთიანი და უთხრა რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ თქვენ აფინანსებს ნანუკა კაჯაიას და მაგ ამ შემთხვევაში ჭყონიამ დაადასტურა კიო მე 30000 ლარს ვაძლევ და თუ შენ იმეგობრებო ჩემთანო შენцо მოგცემო და აი ეს გამოიწვია ჩვენი ახლა მე არ ვიცი ახლა იცით ამხელა კომპანიის ერთ-ერთი დიდი კომპანიის პრეზიდენტი როდესაც საუბრობს იმის შესახებ მე ამ შემთხვევაში არც მორალზე და არც რაიმეზე არ ვლაპარაკობ აქ არის იმაზე რომ კოკა-კოლა საკმაოდ ცნობილი ფირმა ეს ჟურნალისტებით საკმაოდ ესეთი ცნობადები არიან და გამოიწვია ჩვენი დაინტერესება ხომ არ არის ჟურნალისტური მოსყიდვა რასთან გვაქვს საქმე ქალბატონების თემა ახსენა აქ ესე იგი მხარემ რომ ქალბატონებზე აკეთებდა ხაზგასმა ადამიანებს ეხა ამხელა თანხას 30000 ლარი არის $10000 $10000 არავინ ისი არ იხდის ხო რაღაცაში იხდიან და ჩვენ დავსვით კითხვა არც ვინმე დაგვიდანაშაულებია მეძავეობაში და რაღაცა სექსუალურთან დაკავშირებით რაღაცაში ვთქვით რომ რაში უხდის ეს კაცი ამ 30000 ლარს ამ ჟურნალისტებს რომ მთელი საქართველოს დაწამლონ მთელი საქართველოს ესე იგი ეს ცილისწამებები გავრცელდეს არაერთი ახლა ფაქტი გაჟღერებულა მათი მხრიდან რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს ეს მთელმა საქართველოს მიცის და ამიტომ ჩვენ დავსვით მსჯელობა იყო ამაზე თორე რაში მაინტერესებს მე ახლა ბოდიში ნანუკა კაჯაია ან ვიღაცა სხვა ჟურნალისტები პირადი ცხოვრება ჩვენს ნამდვილად განხილვის გემაში არ ჩადი და ამაზე მხარე საერთოდ არ ლაპარაკობს თუ აი რაზე ავაგეთ ჩვენი საუბარი სტუმართან ერთად და ეს არის უხერხემლო ესე იგი ამოაცალო რა როგორც ახლა დანაშაული მოტივის გარეშე არ არსებობს ისევე საუბარი კონკრეტულად ახლა რო დაგვეწყო მარტო ამაზე არ ყოფილა მე აქ ჩამოთვლა მთელი გადაცემის ესე იგი ჩვენ რაც ვილაპარაკეთ ამ ჟურნალისტებზე ესე იგი მთელი ეს ციტატები აქვს ამოღებული იმდენად უსუსური არის მე არ ვიცი ადვოკატი ბზანდება ბატონი თორნიკე და რო გამოიღეთ ეს მთელი ციტატები რომელი მიუთითებს კონკრეტულად სიძულვილის ენას მაშინ უნდა დაასაბუთოთ ეს თქვენ ეს არის ღიმილის რომელია მაგალითად რომ ეს არის უზნეო თაობა ეს უზნეო თაობა სადმე წერია რომ ნანუკა კაჯაიაზე წერია აქ ჩვენ საუბრობდით ყველა თემაზე მათ შორის ქალბატონებზე და მათ შორის იქ მიტინგზე რო დგანან ახალგაზრდები ამაზე ყონა საუბარი და ჩვენი აზრით არის უზნეო თაობა რომელიც ეხა პოლიციელებს ესწრის ქვეყანას ამხობს ეს არის უზნეო თაობა რომელიც იგინება და ჩვენ ვისმენთ ოლე ოლა და რაღაც ესეთი სიმღერები ამაზე იყო ლაპარაკი აქა და ამ ჭერში ეს ჟურნალისტებიც მონაწილეობენ ამ ყველაფერში ჩვენ მოვისმინეთ მაგალითად TV პირველი ჟურნალისტის ესე იგი ჩართვა რა მოხდა არ შეგვიძლია ორ პოლიციას ვაგინოთო ეს განცხადებები ხო ისმის და ჩვენ ახლა წესი TV პირველის იმას კი არ უნდა ვიხილავდეთ ნუ ახლა იქ თქვენი კომპეტენცია ამ შემთხვევაში არ არის მაგრამ ეს საერთოდ ეს ტელევიზია არ უნდა არსებობდეს იმიტომ რომ მოწოდებები ისმის ხელისუფლების ჩამოგდებისაკენ პირდაპირ ეთერში რევოლუციისკენ პოლიციას თუ არა გვაქვს თუ არა რომ ისა უფლება რომ გავიმასკო ვაგინოთო ესეთი განცხადებები ისმის ამ ტელევიზიით და ეს აშფოთებას იწვევს საზოგადოებაში და ჩვენი ტელეკომპანიაც გარკვეულწილად ეხმიანება ამ ყველაფერს ჩვენ უშვებთ სიუჟეტებს რომელშიც არის ასახული ეს და ეხა ეს ციტატები რომელიც არის აქ მოშველიებული ხო ეს არის დაღუპული თაობა რა შუაში ეხა ვის მიადგაზია წერი აქ რომ TV პირველი თუ ესენი მიიჩნევენ რომ TV პირველი არის დაღუპული თაობა მადლობთ მაშინ ამ შეფასებისათვის აქ როდესაც თქვენ ამოიღეთ ეს ციტატები ხო მაშინ თვითონ უნდა დაასაბუთოთ მე რატო ვამტკიცო ეხლა ამ ციტატები ეკუთვნის თუ არა TV პირველს ეს მათ უნდა დაამტკიცოთ მაგათი საგზური ის არის რომ სადღაც ეკნება ბუდაგი მოწყობილი და იქ გააფორმებს ეხლა მე რა ვთქვა ეხლა აქ რატო მიიღეს ამბაც მათ თავიანთ თავზე აქ წერია სადმე ნანუკა კაჯაია სადმე წერია აქ მარიამ გაფრინდაშვილი ეთქობა მართლა არიან ესეთები თორე აბა რატო ღებულობენ ამ ყველაფერს ისინი
რატო ღებულობენ 30 დოლარის თამაშობს ესენი თათები და არის ერთი ამბავი არ ვიცი ეხლა მე არ ვიცი აი რომელი ციტატა როდესაც ხარე მაიაკ შემოიტანა უნდა ყოფილიყო გაშიფრული კონკრეტულად რაზე იყო საუბარი აქ ეხლა ჩვენი შეფასებაა ხო რომ მამამისი ბრძოლობდა იმაში რა ქვია აფხაზეთში ამ ნანუკ ჯერეგეთი აქ ჩვენ ნანუკა ქაჯაიაზე ქონდა საუბარი რა შუაში აქ მარიამ გაფრინდაშვილი და აი ეს მეორე მისი და ამაზე საერთოდ არ ქონია ჩვენ საუბარი აქ იყო იმაზე საუბარი რომ ნანუკა ქაჯაიას რატომ ისა 30000 ლარიო კითხულობთ უბრალოდ და განვიხილეთ ვერსიები რის გამო რატო რისთვის ეხლა მე არ ვიცი ესე ჟურნალისტებს არ ურიგებენ თქვენს ეხლა მედიის წარმომადგენლებს ესე უპრაგოროთ 30000 ანუ $10000 არავინ არ იძლევა ხო რაღაცა მიზეზი ხო უნდა არსებობდეს ჩვენ დავსვით ეს კითხვები და მიმოვიხილეთ ისე რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილეთ ეს ყველაფერი და არავისთვის ეხლა ჩვენ არც კიდე ერთხელ ვიმართ ეხლა მხარე სადაც უნდა იციჩივლოს თუ გინდა სტრასბურგში წასულან სულ არ გვაინტერესებს ესა რა და გამოხატვის თავისუფლება თვითონაც უწერიათ ამ საჩივარში კონსტიტუციითო აღიარებულიო გამოხატვის უფლება ჩვენ გვაქვს რომ გამოხატოთ ჩვენი კონკრეტული პოზიცია ფაქტებთან დაკავშირებით და ფაქტი კიდე ერთხელ ვიმეორებ ეს იყო არც ერთი ციტატა არ არის შეურაცხყოფელი და ამიტომაც ხარე ვერ მიუთითა კონკრეტულად აი ეს მთელი ის რომ გადმოიღო ჩვენი გადაცემაში საუბრები აი რომელი მიესადაგება მათ კონკრეტულ რაღაც იმას ტელევიზიას არა ეს არის ტელებორდელებს იმიტომ ვეძახი ჩვენ იღებენ თავიანთ თავზე რომ ტელებორდელები არიან ტელებორდელია ჩვენ აქ სადმე გვიწერია რომ TV პირველი არის ტელებორდელი არა რახან ამოწერეს ესედი მიაჩნიათ ესე რომ ეგენი არიან ტელებორდელი აბა რატო მიიღეს თავიანთ თავზე აქ ჩვენ ვიხილავდით ზოგადად მთელი მედიების საკითხს ვიხილავდით ყველა ტელევიზიას რომლებიც აი განსაკუთრებით ეს ნაცარხებთან დაკავშირებულ ტელევიზიებს რომლებიც ჯოჯოხეთს უწყობენ ქვეყანას და ჩვენ ამაზე სიუჟეტებს ვუშვებთ და ეხა ისეთი ძალიანაც ნუ აიჭრებით თქვენ და ნუ გეგონება თქვენზე დიდი წარმოდგენა რომ თქვენ გადაცემები მოგიძღვნათ არის კონკრეტული ფაქტი კონკრეტულ ფაქტად იყო მსჯელობა და მსჯელობის უფლება როგორც მათ აქვს თავიანთ სტუდიებში, როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ და ჩვენც მოგვაყენეს სხვათა შორის ერთხელ შეურაცხყოფა, უბრალოდ რო არა გვაქვს, ეხლა საჩივრები შევიტანოთ, მათ აქვს ამის დრო, ჩვენ არა გვაქვს. და ამასთან ერთად ეხლა ბოლოს გვიწერია, რომ როდესაც $30,000 აძლევ ეს ხო არ არის ჟურნალისტურ ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევთ, არ გამოგვიცხადებია ვინმე დამნაშავეები, ვიკითხეთ. ამაზე ბოლოს აი ციტატა ამაზე უნდა დაიკითხოს თემურ ჭონია და ეს გოგონები. რა არის აქ ეხლა მე მაინტერესებს სიძულვილის ენა. მე კონკრეტული ციტატები მოვიტანე და ვსვამ კითხვას. რა არის აქ სიძულვილის ენა, რომ დაიკითხოს თემურ ჭონია ფაქტთან დაკავშირებით და წესით მართლა უნდა დაიკითხოს, იმიტომ რომ ხომ არ აკეთებენ თვითონ ასევე აი ამ ესეთ სიუჟეტებს, რომ ეს კაცი ახალისებს ამ ყველაფერს. აი ეს კითხვები დაისვა აქ და ამაზე ღიმილის მომგვრელი კი არ არის მართლა სასაცილოა იმიტომ რომ ჟელობაში არ შედის ხარე აქ როდესაც სამოქალაქო სამართალში გინდა რო შეგაქვს არჩევანი და იმჯერლო აი მაგალითად ეს სიტყვა როგორ ესადაგება ეს ტელებორდელები როდესაც იყო ტელებორდელები ესე იგი რატომ მიიღეს თავიანთ თავზე აქ არ არის არც ერთი სიტყვაში აი რა ციტატები არის ამ მოშველიებული აქ ხარის მიერ ჩემი მხრიდან და დიტო ჩუბინიძიდან არც ერთ პოზიციაში არ გვიწერია ჩვენ რომ ესენი არიან მეძავები ესენი არიან სექსუალური რაღაცა მუშაკები ჩვენ დავსვით კითხვები უბრალოდ შევედით ჟელობაში შევედით და აქაც კიდე მარტო მაგაზე არ ყოფილა საუბარი როდესაც ჩვენ შევეყეთ კონკრეტულ აი ამ საკითხს მთელი მედიის საკითხს ვიხილავდით რომ აი რა ხდება რატომ არიან ესე ზოგიერთი რაღაცა დაემსგავს იმას რომ ესეთი რაღაცა მოდის ამაზე იყო მსჯელობა ეს არის პოლიტიკურ ჭრილში ჩვენ არ გვითქვია სადმე რომ მარიამ გაფრინდაშვილი და ის მეორე მისი და რაშვაშია ეს ქალბატონი რომელზეც აქვს საჩივარი შემოტანილი ნანა ქაჯაია აქ თუ ნატალია მეორე ქალბატონი რომელზეც აქვს შემოტანილი ესენი საერთოდ არ გვიხსენებია ჩვენ მარიამ გაფრინდაშვილზე უბრალოდ იყო საუბარი ბატონმა დიტო ჩუბინიძე თქვა ისე მოვიდა ეს ქალბატონიო რაღაც უხერხულო მდგომარეობაში ჩავარდითო და ახსნას ერთი თვითონ რა მიიღო შეურაცხყოფა და მოვიდა ვიყო ლექციას კითხულობდითო და ეს ქალბატონი მოვიდა და ისე მოვიდა რომ რაღაცა უხერ რა იგულისხმა მან ერთი აგვიხსნას რა არის აქ შეურაცხყოფელი ეხლა თუ იცით რა არის ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესე ყველაფერზე მაშინ შეიძლება მაშინ ამ ლოგიკი და ამ სტანდარტი თუ მიუდგები ჩვენ ტელეკომპანია სეზონ ტელეკომპანია პირველი საერთოდ უნდა დაიხუროს
და დასახურიც არიან, იმიტომ რომ ესენი არ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს, პირდაპირ ეთერში გვესმის რევოლუციური მოწოდებები, პოლიციას თურმე ვაგინო თუ არა, ესე იგი კითხვა ისმის პირდაპირ ეთერში. ახლა წარმომადგენელი არ არის გაცნობილი ამ ყველაფერს შეიძლება, იმიტომ რომ ეს ამ კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით საუბრობს. ეს ხო ჩვენ გვესმის არა? ეს ხო ყოველდღიურად ამაზე საუბრობ და თუ ჟურნალისტს აქვს უფლება განიხილოს პოლიტიკური მოვლენები, ასევე ჩვენც გვაქვს უფლება, რომ განვიხილოთ მათი საქმეები, თუმცა ჩვენც ვართ მედიის წარმომადგენლები და რაღაცა ჩათვლიან ისინი აღმოტებულად თავს, რომ ჩვენ მათზე არ შეგვიძლია საუბარი, იმიტომ რომ ისინი არიან საჯარო ფიგურები, არიან ცნობადი სახეები, რომლებიც ასევე ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს და კონსტიტუციით ჩვენ აღიარებული გვაქვს უფლება, რომ ვილაპარაკოთ მათზეც, იმიტომ რომ არა რაღაცა ის ფრაზა, რომ ჟურნალისტები ვარ, ჟურნალისტები იყავით, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება შეგაფასოთ თქვენ. და აქ არავითარი არ ყოფილა, კიდევ ერთხელ არც სიძულვილი, არც რაიმე სექსუალურ აქცენტზე საუბარი, აქ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა და ეს სიტყვაზე თუა ნახსენები აქ ტელებორდელები, ეს არის პოლიტიკურ ჭრილში და არა ის, რომ ეხლა იქ მაგალითად ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ვიღაცას იქ მართლა ბორდელი აქვს გახსნილი. ესეთი რამე არ ყოფილა, არც ერთი ხაზგასმა არ ყოფილა. და დავსვით კითხვა კიდევ ერთხელ მოვჩები ამით, რომ რატო აძლევენ $30,000 ამ ხალხს და რატო სხვას არ აძლევენ, მაინტერესებს. რა ესე არიგებენ $10,000? რა ვიცი, მე არ ვიცი, არ გამიგია სხვა. არა შეიძლება აძლევს კიდევაც ჭკონიას ხვებსაც $10,000, ეგ ღმერთმა მისცეს კაცო და მისცეს ხვებსაც, მაგრამ ჩვენ დავსვით ამაზე იყო საუბარი. და გვაქვს მე მგონი უფლება, თან ეს გავიდა ტელევიზიით, პოსტ-ტივიზე გავიდა ეს სიუჟეტი ნათია ბერიძის. დაასრულეთ ბატონ ნიკოლაი. მადლობა ბატონ თორნიკეს ჩავა. მოვეცდები მოკლე შეპასუხება მქონდეს პირველ რიგში ბატონ ნიკოლას თქვენ იურისტი ბრძანდებით და მაგიტომ აღარ გავაკეთე შესავალი გამოხატვის თავისუფლება რომ აბსოლუტური უფლება არ არის და მას შეზღუდები აქვს მაშინ როდესაც განსაკუთრებით შეურაცხყოფას აყენებს სხვა პიროვნებებს ეს მე ვთვლი რომ თქვენთვის ცნობილი არის კარგად. ასევე როდესაც კონკრეტულ ფრაზებზე საუბრობდი, აქ თითოეული ფრაზა ისე არის მოყვანილი, რომ მისი საერთო კონტექსტის და ცალ-ცალკედაც არის სიძულვის ენის წამქეძებელი. პირობითად, აი თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ ამაზე უნდა დაიკითხოს თემურ ჭყონია. ამაში არაფერი არის სიძულვის ენა, ნამდვილად მართალი ბრძანდებით. მაგრამ ამას აქვს თავისი გაგრძელება. ფრაზა აი ასე სრულდება. ამაზე უნდა დაიკითხოს თემურ ჭყონია და ეს გოგოები, თუ გოგოები არიან, ასეთი განცხადებები აქეზებს სიძულვის ენას. სწორედ ეს არის, რაც ამ გოგოების მიმართ დამოკიდებულებას აჩენს. თორე თემურ ჭყონია რომ რაღაცა შეიძლება დაიკითხოს, ამაზე არც გედავებით რომ ეს არის სიძულვის ენა, ეს არის ჩვენი ფაქტი ან თქვენი მოსაზრება, კი ბატონო. ასევე 1000-ჯერ მithkomza 1000-ჯერ კიდევ გავიმეორებ, ეს არის ერთი ჭუჭყი, ეს არის ნაგავი, ეს არის დემორალიზებული, ამორალურია და საუბრობთ ამ პიროვნებებზე. გარდა ამისა, პირდაპირ აი ფრაზება პირდაპირ მოხსენებული ყავთ. აი ეხლა მამაშენი რომ მამაშენს ეს გაიგო ნანუკა, რომ შენ მამის ტოლა კაც ამას და ამას აკეთებ. ანუ გახდე ელტონის პუტანკა. მეც აღარ გავაგრძელებ უბრალოდ, იმიტომ რომ ყველა ფრაზა ასეთია და ამას საჩივარი გააქვთ და დეტალურად ნახავთ, იმიტომ რომ ახლა საჯაროა ჩვენი სხდომა და ხალხი ისმენს და მეორჯერ აღარ გავიმეორო ეს ფრაზები. პირდაპირ მოხსენიებულია, პირდაპირ საუბარი არის კავშირზე იმ უწმაწურ სიტყვებსა და პიროვნებებს შორის, როდესაც არის ნახსენები გაფრიდაშვილის ამბავი, აღარ მოყვები ამას კომისია წაიკითხავს, როგორი ფორმით არის, როგორი ტონით არის საუბარი, ეს არის აქ მნიშვნელოვანი, თორე ეს საერთოდ ფაქტი იყო თუ არ იყო, ეს ალკე საკითხია. სამწუხაროდ ბატონი ნიკოლოზ ისე აყენებს საკითხს, რომ თურმე მე თუ რაღაცას ვიტყვი თქვენს საწინააღმდეგო და თქვენ ამას შეეპასუხებით, ესე იგი ნიშნავს, რომ ეს თქვენ საკუთარ თავზე მიიღეთ, იმიტომ რომ ეს ასია. ცალსაღად არის მე მგონი ეს ყველა პიროვნებას ესმის, არა თუ იურისტს რომ თუ შენ შეურაცხყოფა მოგაყენეს და ამაზე უბრალოდ ან საჩივარ შეიტანა ან ხმას აიმაღლებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ დასტურებ იმას, რაზეც ისაუბრა კონკრეტულმა პიროვნებამ. თქვენაც ისაუბრეთ, არც ერთი სიტყვა არ არის რეალურად მართალი, მაგრამ ამაზე ხო ჩვენ ახლა არ დავობთ, ჩვენ ახლა ჯეროვანის სიზუსტეზე ხო არ დავობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად სიძულვის ენაზე და მეცაც გეტყვით ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ალბათ არ იცნობთ მანეგულებელი კომისიის პრაქტიკას, საერთოდაც კი რომ კონკრეტულ პიროვნებებზე არ გესაუბრათ, ასეთ შემთხვევაში თუ აღმოჩნდებოდა ნიშანი სიძულვის ენასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მდედრობითი სქესი წარმომადგენელს შეეძლო შემოეტანა განცხადება. სახელის ხსენება თუ გგონიათ თქვენ განსხვავება, თუმცა ამ შემთხვევაში სახელი და გვარებიც გაქვთ ნახსენები. ასე არ არის პრაქტიკა, ასე არ არის არც კანონმდებლობა მოწესრიგებული და ასე არ არის არც გაიდლანი, რომელიც მანეგულებელ კომისიას აქვს შედგენილი. ასევე აი ეს მიიღო თუ არა ამ პიროვნებამ ცალსახად ამ პიროვნებამ ესენი შეურაცხყოფად მიიღო და ამიტომ არის საჩივარი წარმოდგენილი და ამიტომ არის ეს დასაბუთებას წარმოდგენილი, რასაც თქვენ ხედავთ.
და იმაზე რომ თქვენ შეიძლება გაგაჩნდეთ მოსაზრება, კი შესაძლებელია თქვენ მოსაზრება გაგაჩნდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა მოსაზრება კორექტულად უნდა გამოიხატოს და ასევე მისი გამოხატვა თუნდაც იყოს შეურაცხმყოფელი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ გამოხატვის თავისუფლება შეურაცხმყოფელიც არის დაცვადი. ისი არ უნდა იყოს რომ მისი მთავარი მიზანი იყოს ვინმე შეურაცხყოფა. სამეცნიერო ან სხვა სახის მნიშვნელობიდან ფრაზა არ უნდა იყოს დაცლილი საერთოდ. და როდესაც აპელირებთ ახლა გისმენდით მთელი საუბრის განმავლობაში საუბრობთ 30,000-ზე და რაღაც ხელფასზე. მე ახლა არ დავიწყებ იმის განხილვას, რომ ეს არის სიცრუე, იმიტომ რომ ეს არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი განხილვის საკითხი. ამას განიხილავს კომისია ფაქტიჯეროვან ნაწილში, ან განიხილავს სასამართლო. თქვენთვის თუ ეს საინტერესო საკითხი იყო, თქვენ უნდა გემსჯელოთ ამ თემაზე, თქვენ უნდა მოგემზადებინათ სიუჟეტი, თქვენ უნდა ჩაგეტარებინათ საგამოძიებო ჟურნალისტური რაიმე სახის პროდუქტი უნდა დაგედოთ. თქვენ ამონაწილი უნდა მოგეპოვებინათ, რაღაცები უნდა მოგეპოვებინათ, რომელსაც არაერთი მედია ახორციელებს. მაგრამ თქვენ დაჯდეთ და ამ ფაქტს დაიყრდნო და ამის შემდგომ რაც გინდათ ის ისაუბროთ, აი თუნდაც ის რომ ვიღაცა 30,000 უხდის პირობითა და ფაქტადაც რომ მივიღოთ ჰიპოთეტურად ეს საკითხი, რა შუაშია ნანუკა ქაჯაიას მამა, რა შუაშია მარიამ გაფრინდაშვილის რომელიმე ხდომაზე დაჯდომა, თუნდაც ესეც ფაქტად რომ მივიღოთ. არაფერს ვამბობ, რომ საერთოდ არ არის ფაქტი და მოგონილი ისტორია. თუნდაც ფაქტად მივიღოთ. რა გამართლება აქვს ამას $30,000-თან, ან ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, ჩემს პოზიციას საბოლოოდ დავაფიქსებ, იმიტომ რომ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მსგავსი პოლემიკა და ვთვლით, რომ აღარ არის უკვე საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია უკვე მკაფიოდ არის დაფიქსირებული და საჩივარშიც კარგად ისმის. ინტენსივობა განზრახვა, რომელიც აქვს ამ ყველაფერს. შემდგომში ამის გავრცელების არიანი და პლუს დღესაც ამდენი ხნის შემდგომ რომ ბატონი ნიკოლოზი მოდის და ამ ყველაფერს ამართლებს და მესმის რომ დაცვის სტრატეგია შეიძლება ასეთი იყოს, მაგრამ რაღაცაში მაინც ფიქრობდეს რომ აი შეიძლება რაღაც ზედმეტი მოგვივიდა, მიზანი ეს არ იყო და ასე შემდგომ. დღესაც რომ არ არის ეს ყველაფერი შეცვლილი, ფიქრობთ რომ ცალსახა არის ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. და კომისიას მოუწოდებთ იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, ევროპული კონვენციით, პრაქტიკებით, რომელიც წარმოდგენილი არის საქართველოს კანონმდებლობით და ასევე იმ გაიდლაინით, რომელიც შემუშავებული არის დაახლოებით 1-2 წლის წინ სიძულვის ენასთან დაკავშირებით და რომელთაც ხელმძღვანელობს კომისია გადაწყვეტილებების მიღებისას და დაადგინოს სეზონიტივის მიმართ დარღვევა და გაატაროს შესაბამისი სანქცია. და გარდა ამისა, ჩვენ ცალსახა მოთხოვნის სახით არ გვაქვს დაყენებული ეს, თუმცა ვინაიდან ჩვენთვის იყო ამოუცნობი, რომ რა დროს გავიდა ეს გადაცემა, იმიტომ რომ სეზონიტივის ზოგადად ერთი კვირის შემდგომ იშლება მაი ვიდეოზე ეს და არ ვიცით რა დროს გავიდა, კომისიას მოუწოდებთ, რომ შეისწავლოს ეს საკითხი ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, რამდენად არის დაცული ბავშვთა საუკეთესო ინტერესები ამ პროგრამის შესაბამის დროს განთავსება ეთერში, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება ეთერში, რომელსაც შეიძლება საზოგადოებასთან ერთად საზოგადოების წევრები არასრულწლოვანი ბავშვები უყურებთ. მადლობა. მადლობა. კარგი, ბატონო ნიკოლოზ შევხვდეთ და დავამთავროთ ამით, იმიტომ რომ ეს პოლემიკა შეიძლება დაუსრულებელი იყოს. ჩართეთ ბატონო ნიკოლოზ. გისმენთ. არა, გამოსახულება არ ჩანს ჩემს. გესმით ჩემი? გესმით. არა, ეხა იცით რა შეასაქმე, მე საერთოდ ეხა კოლეგა ჩემი ასოციაციის წევრია და აი აქედან ჩანს დამოკიდებული. ალბათ ეხა ჩვენ ვიხილავთ ამ რაღაცა ბებსო საჩივრებსო და არ იცნობს ალბათ ამ პრაქტიკას. თქვენ რა იცით, მე რას ვიცნობ და ვიცნობ თუ არა. ელემენტარული უპატივცემულობა ამათი დამოკიდებული. მე არასდროს შეურაცხყოფას არ ვაყენებ ხარეს, რაც არ უნდა მიუღებ. თქვენ რა იცით, მე რას ვიცნობ და რას არ ვიცნობ. თქვენ აი ესეთი ტონალობით შეგიძლიათ ილაპარაკოთ. რა ჩვენ რომელი პროკურატურა და საგამოძიებო სტრუქტურა ვართ ეხლა, რომ გამოვიკვლიოთ 30,000 ლარი რაში მიიღო ამ ქალბატონმა. ჩვენ ფაქტი დავაფიქსირეთ გადაცემაშიც არის, რომ ჭონია ადასტურებს, რომ $30,000 ლარი მისცა. და რატო უნდა მისცეს მამის ტოლა კაცმა, ესე იგი შვილის ტოლა ჟურნალის $10,000 დავსვით კითხვა. და აქ მამამისზე როდესაც იყო საუბარი, ეხლა მე ნამდვილად მეც შვილი მყავს და ვიღაცამ რომ $10,000 მისცეს არაფრის გამო ესე რაღაცა კითხებს დავსვენ, რაღაც ჩემთვის იქნება შეურაცხყოფა და ეხლა კი ბატონო აჩუქოს, მაგრამ მე გამოსულიყო ეს ნანუკა ქაჯაია და ეთქვა რომ რატომ მომცა $10,000. სად არის აქ სექსუალურ სიძულვილზე რაღაცა შეურაცხყოფაზე გოგოები, ამ გოგოები არიან, აბა რა არიან ერთი და კონკრეტულია ეს ციტატები როგორ აყენებს შეურაცხყოფას ერთი მაინტერესებს. ვერ ასხსნა მხარებ ჩამოარ რიხრიხა ეს ფრაზები, მთელი ფრაზები გადმოიტანა ჩვენი და კონკრეტულად
ნამდვილად ვერ მიუთითა. ეხლა ეს ჩვენი აქმა რომ დიახ მამამისი რომელიც აფხაზეთში იბრძოდა არ ესიამოვნებდა რომ მისი შვილი $10,000 იღებს იმ ადამიანისგან რომელიცაც არ აქვს თლათ მაღალი რეპუტაცია ჩვენი აზრით. ეხლა ვიღაცისთვის აქვს და მე იცით რა მიყვარს ეხლა გასაგებია რომ ტევეპირობა საჩივარი შემოიტანა. თქვენ გაქვთ ეხლა ჩვენ დაგვაჯარიმეთ თქვენ იმიტომ რომ თქვენმა მარეგულირებელმა კომუნიკაციის კომისიამ შეისწავლა რაღაცა კონკრეტული გადაცემა და დაგვაჯა. თქვენ ვერ ხედავთ ამ ტელევიზიიდან ყოველდღიურად, როდესაც ესენი არ ღვევენ იგივე ნორმებს და კანონს, როდესაც შეურაცხყოფებს აყენებენ საზოგადოებას, ზუსტად სიძულვილის ენა მოდის თითეული მათი გადაცემიდან. ჩვენ ესე იგი გვართმევენ უფლებას, ესე იგი მხარე ლაპარაკობდა რომ ხარტმეული გვაქვს რომ ვიმსჯელოთ ფაქტთან დაკავშირებით. საჩივარი შემოიტანა და ამ საჩივარში არ იყო ლაპარაკი რაზე მსჯელობდით ჩვენ. ანუ თვითონ გაურბიან იმას რომ ობიექტური სურათი დადო. კიდე ერთხელ ვიმეორებ, არც რაიმე ჩვენ მიგვიყენებია შეურაცხყოფა მათთვის და ვერც დაასაბუთა მხარემ ლაპარაკობდა რაღაცა თითქოს ეს მიიღო მასე მათ ბევრი რამე შეუძლია ჩვენ რომ არაობიექტური ტელევიზია უწოდოთ მათ შეიძლება მათთვის ეს შეურაცხყოფაც იყოს მაგრამ ცივი წყალი დალიონ ეხა ჩვენ გვაქვს ეს ჩვენი აღქმა ჩვენი შეფასების უნარი გვაქვს ხო მაგრამ თუ შეურაცხყოფილად იგრძნობენ თავს მაშინ მიუთითონ კონკრეტულად რაში არის შეურაცხყოფა მიყენებული რატომ არის შეურაცხყოფა მიყენებული ვერ იუთითებს ხარე ციტატებს ლაპარაკობს და ესო აი გძელდებოდაო მთელი ისაო რა ქვია სისტემატურად ამაზე საუბარიო და თურმე ჩვენ გვეუბნებიან რომ ის 30,000 ლარის საკითხი ჩვენ გამოვიძო რა უნდა გამოვიძიოთ ეხა კაცმა მისცა ფული რა უნდა გამოვიძოთ რაში მისცა ეს ფული მე რა ვიცი ხო არც ერთ მხარეს უთქვია და არც მეორე მხარეს ამიტომ თქვი ჩვენ რომ პროკურატურამ უნდა დაკითხოს ჟურნალისტურ მოსყიდვას ხომ არ აქვს ადგილი და ამაზე მოვითხოვეთ ჩვენ აი კიდე ერთხელ ვიმეორებ იცით რა არის მე უდიდესი პატივისცემით არ ვიცი მაგ ერთი უბრალოდ განცხადება რომ არ ვინაიდან ვერ მიუთითა მხარემ კონკრეტულად რაში გამოიხატა და ზოგადად აბსტრაქტულად საუბრობდა რაღაცა უფლებების შელახვაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი ეს მოთხოვნა ჩვენს მიმართ ვინაიდან ჩვენ არ დაგვირღვევია არც ერთი კანონი არც ერთი მუხლი კომუნიკაციის კომისიისა არც ერთ ჯერჯი არ მიგვიყენებია შეურაცხყოფა ეს იყო ჩვენი შეფასება პოლიტიკური და ეს ეფუძნებოდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და აქ კიდე მსჯელობები იყოს მარტო ტევე პირველზე კი არ იყო როდესაც მედია შევეხე ჩვენ ვიხილავდით ძირითადად რა სიტუაციაც არის აქ ამიტომ კიდევ ერთხელ როდესაც მხარე თვითონ ვერ უთითებს რომელი სიტყვა რომელი ფრაზა ლახავს მათი დაცვის ქვეშ ყოფნის ინტერესებს მაშინ ვერ გავიგეთ თქვენ რატო უნდა დაეხმაროთ მათ ამ ყველაფერში და ჩვენ რატო უნდა წაგვერთვას უფლება რომ შევაფასოთ ფაქტები კონკრეტული ვერანაირად ვერ დავეთანხმები მე მხარეს და აგერაც თქვენ დაინახეთ როგორ შეურაცხყოფელი ემეთი რაღაცა ცინიკურად გამოდიოდნენ თვითონ მათი სტილი არის ცინიზმი აქეთ და რაღაცა კორექტულობაზე რომ თვითონ ტევე პირველი დაიწყებს ლაპარაკს მართლა მეტეორი რატო არ ეცემა მაგ შენობას ვერ უზიხართ მათ რა იმიტომ რომ როგორ შეიძლება რაღაცა კორექტულობაზე ისაუბრო ჟურნალისტებმა რომლებიც მათი ჟურნალისტები გამოდიან და აი თქვენც კი გეკეთებათ ნანახი სვამენ კითხოს რა არ გვაქვს უფლება პოლიციელებს ვაგინოთო შეიძლება ამათ და ამის ამ განცხადებას თქვენც ხო ისმენთ და რატო არ ხდება მაგაზე რეაგირების გაკეთება მაინტერესებს რატო არ ხდება იმაზე გაკეთება რომ მოწოდებები არის სახელმწიფო გადატრიალებისაკენ გასაგებია თქვენ პასუხისგებაში ვერ მისცემთ ამ ადამიანებს მაგრამ ეს არ არის დანაშაული როდესაც მოწოდებები ისმის სახელმწიფო გადატრიალებების მათი მხრიდან მე არ ვიცი ხა ჩვენ არც პროკურატურა თურმე ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ეხლა იქნება 30,000 ლარი იმიტომ მისცეს მათო აი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ ქვეყნისა მე რა ვიცი რაბა ეხლა ვინ გაძლევს 30,000 ლარს ტყილა არ არის ესე ტყილა 30,000 ლარი ესეთი მეცენატი თუ არის ჭყონია მაშინ დაურიგოს იქ დევნილებს ჩავიდეს დევნილთა დასახლებაში და დაარიგოს ის ფულები კაციშვილს რო არ უნახია მისი დარიგებული ფული სადმე მაკუთხით და ამიტომ ეხლა ჩვენი აღშფოთება ამან გამოვიწვია და თავშით ეს კითხვები და უზნეო თაობა და ისა ეს იყო მაგრამ მაგაძე საუბარი ეს იყო თლიანად იმ ხალხზე რომლებიც იგინებიან და აგინებენ თელ საქართველოს და არ გვაქვს უფლება შევაფასოთ ადამიანები და მართლა იქნება ეს უკვე ძალიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება თუ ეხლა არ საჩივარზე ჩვენ რაღაცას გაფრთხილებასაც კი მოგწევს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ შეიძლება რაღაცა კონკრეტული სტუმარის გამო რაღაცა დავისაჯეთ მაგრამ ეხლა აქ ამ შემთხვევაში მხარე ვერ მიუთითა ვერც ერთი ციტატა და ფრაზა რომელიც ლახავდა მით უპრებებს აღქმებზე დაიწყო აი აღქმებზე საუბარი აღქმებით კი არ უნდა ისაუბრო იურისტმა უნდა თქვა აი ეს ფრაზა მაგალითად რომ $30 თამაშობს ესენიც თამაშობენ რა არის აქ სიძულვილის ენა ანუ პროკურატურაში დაიკითხოს ანუ მამამისი გაბრაზდებოდა რომ გაიგო $10,000 მისცემდნენ რა არის აქ სიძულვილის ენა მაინტერესებს მართლა გაბრაზდებოდა ის კაცი და ამიტომ ძალიან გთხოვთ ვიცით რა არის რომ
არ ვიცი ახლა ტევე პირველის თვითონ დასახურები არიან მე თუ მკითხავდა ახლა მათი მეშვეობით ნუ შეგვიხვდით ჩვენ პრობლემებს ისედაც რა ვიცი პრობლემებში არის ჩვენი ტელევიზიას მათგან ნაცვლებით რომ ჩვენ $30,000 არ გვაძლევთ ესე არ გვიხდიან დავამთავრე კარგით მადლობა ეკა ან კომისიის წევრებს შეკითხვები ხო რა გვაქვს რომელიმე მხარესთან კომისიის წევრებს ხო რა აქვს ბატონო დღეს ზეპირი მოსმენა გვაქვს საკითხის პრინციპში მოვისმენთ მხარეებისგან მათი არგუმენტაცია საჩივის გარშემო საჩივის ავტორებს ასევე პოზიცია ასევე პასუხის გასაგებია რომ ისე ვთქვათ პასუხი თulis რომ საჩივაში არსებული საკითხები არა კვალიფიცირებს დარღვევას გასაგებია მისი პოზიცია და მისი არგუმენტებიც ამის შესახებ განშორებული იქნა და მოსმენილი იქნა ისევე როგორც საჩივის ავტორის. პრინციპში კითხვები მეც არ მაქვს, იმიტომ რომ საქმის მასალებში არის ყველაფერი თანდართული და ჩვენ გვაქვს უკვე თვითონ საქმის მასალებიდან და მხარეების აი ამ სლომაზეც მოსმენილი პოზიციიდან უკვე საშუალება რომ გადაწყვეტილება მიიღოს კომისიამ. ჩვენ ერთ კვირაში გვექნება ხო ეკა ორი კვირის თავზე გადაწყვეტილების გამოცხადება 31 ივლისი. 31 ივლისი. დიახ. კი ბატონო, მაშინ შეგვიძლია თუ კითხვები არ არის, დავასრულოთ რამდენი ზეპირი მოსმენა და 31 ივლისს კომისია უკვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას უპრესკენის გადაწყვეტილების პლანს. დიდი მადლობა. ამით ძირფასო ტელემაყურებლებო ჩვენთვის გაკვეთილით რომ ამოიწურა ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ორშაბათს უკვე 23 საათზე კარგად ვზარდებოდეთ ბედნიერ შაბათ კვირას და კარგ დასვენებას გისურვებთ